ეს ნადიკვრის ქუჩაა თელავში. ის ქალაქის ცენტრალური მოედნიდან იწყება და პარკ ნადიკვართან მთავრდება. ქუჩა უძველესია და უამრავ ისტორიას ინახავს. აქ დასაწყისშივე გვხვდება ისტორიული შენობები. მაგალითად ეს ორსართულიანი საკმაოდ მოზრდილი შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს აიგო. იგი ქართველ ვაჭარ გიორგი ხიზანიშვილს ეკუთვნოდა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ქალაქ თელავის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების თელავის განყოფილების წევრიც ყოფილა. ხიზანიშვილი საბჭოთა პერიოდში 1924 წლის სექტემბერში დახვრიტეს. მის ოჯახს შენობა ჩამოართვეს და თელავის აღმასკომს გადასცეს. აქვე მდებარე სახლი თავდაპირველად ცნობილ ფოტოგრაფ ვასილ როინიშვილს ეკუთვნოდა. ის პეტერბურგში სწავლობდა, საიდანაც 1900 წელს დაბრუნდა. სახლს ლამაზი ეზო ჰქონია, რომელსაც როინიშვილი გადაღების ადგილად ხშირად იყენებდა. ვასილ როინიშვილს ეკუთვნის თელავზე და თელაველებზე გადაღებული უამრავი ფოტო. აქ 1923 წლამდე ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაც ვდგარა. თელაველები ამ ეკლესიას პატარა ეკლესიად ან თეთრ ეკლესიად მოიხსენიებდნენ. ეკლესიის გარშემო თურმე პატარა სასაფლაოც ყოფილა. ეკლესია 1923 წელს დაანგრიეს და მის ადგილზე მონადირეთა კავშირის შენობა ააგეს. ამ ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში ერეკლე მეორეს პერიოდის ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე სოლომონ ლიონიძე ცხოვრობდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი იგივე სახლში რამდენიმე წელი დიდმა ქართველმა მწერალმა ვასილ ბარნოვმაც გაატარა. ეს ქუჩა ასევე ვახვახიშვილების გორაზეც გადის, სადაც შესასვლელში თელაველი მხატვრის ნოდო ნახუცრიშვილის მიერ შესრულებულ მთებს შეხვდებით, რომელიც ძალიან პოპულარულია ქალაქის ვიზიტორებსა და ტურისტებს შორის. იგივე მხატვრის ფრთებს ნახავთ ასევე სასტუმრო მია თელავის ეზოში, რომელიც ჩვენი პროექტის მხარდამჭერია. მია თელავის შუაგულში პატარა მყუდრო სასტუმროა, რომელიც მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ამავე დროს ვინტაჟური გარემო, რომელიც მე-19 საუკუნის თელავს ახასიათებდა, თავს სახლში გაგრძნობინებ, სადაც ყოველთვის სიხარული დგელიან. ამ ქუჩაზე ცხოვრობდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და კახეთის გუბერნატორი გია არსენიშვილი, დრამატურგი ნიკოლოზ ჟიუკაშვილი, მწერალი ზაირა არსენიშვილი. აქვე იყო სასტუმრო კახეთი, იგივე ინტურისტი, რომელიც 1970-იან წლებში აუშენებიათ, ხოლო მისი საბოლოო დემონტაჟი 2023-2024 წლებში დასრულდა. ნადიკვრის ქუჩაზე იყო ასევე თელავის პოლიციის შენობაც, რომელიც დაანგრიეს და ეს ტერიტორია წლები ასე აუთვისებელია. ქუჩას აგვირგვინებს თელავის მესამე საჯარო სკოლა და პარკი ნადიკვარი. სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით არის ვერსია. ვარაუდობენ, რომ მისი სახელი დაკავშირებულია მცენარე დიკასთან, რომ ამ ადგილზე ხარობდა დიკა, რომელიც საგაზაფხულო ხორბლის სახეობაა. ადგილი პირველად იწოდებოდა როგორც ნადიკარი, ხოლო დროთა განმავლობაში შეიცვალა და მიიღო დღევანდელი სახელწოდება. პარკში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას ძეგლიც დგას, რომელიც თელავში რამოდენიმე წელი ცხოვრობდა და საქართველო საკუთარ სამშობლოსავით ყვარებია. გარდა იმისა, რომ ნადიკვარი ლამაზი პარკია და აქ დასვენება ყველას განურჩევლად უყვარს, პარკში გადასახედი მოედნებია, საიდანაც საოცარი პანორამული ხედები იშლება თელავზე, ალაზნის ველსა და კავკასიონის მომაჯადოებელ მთებზე. იმედია მოგეწონათ ჩვენი სიუჟეტი. ველი თქვენს გამოხმაურებას კომენტარებში. გთხოვთ დამიწეროთ, რომელი ქუჩა გადავიღო შემდეგში.